მაქსიმალურად ეცადეთ ყველა პროექტში, რომელიც იქნება რა, ადგილობრივები იყოს ჩართული. მაქსიმალურად ფრონტს გავშლით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი იყოს ადგილობრივი დასაქმებული. თუ რაღაცა წინადადება გაქვთ, ან რაღაცა ისა გაქვთ, შეგიძლიათ რომ მოგმართოთ და გორჩი აგიდგებით ეხლა. ბულგარია, ან კიდე ქვასთან აქვს შეხება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფახულანში, ეს არის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის კონფლიქტური ზონის საზღვართან დაახლოებით სულ 200 მეტრში. გზა, რომელზეც ახლა ახალი გზის შენელობა, რომელიც მიდის 35 წელიწადია ფახულანის მოსახლეობა და ის ადამიანები, რომლებიც გალის რაიონიდან გადმოდიან აქეთკენ და აქ ნაწილი ბავშვები სკოლაში დადიან აქეთკენ 35 წლის განმავლობაში კატასტროფულ მდგომარეობაში იყვნენ, გაუვალი გზა იყო, სადაც უბრალოდ მსუბუქი ავტომანქანა ვერ ძლებდა აქ გასვლას. დღეს უკვე სამუშაოები დაწყებულია. ასევე ამის გარდა კიდე აქ არის სხვა პროექტები, ახლა საბავშვო ბაღის პროექტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და 80 ბავშვზეა გათვალისწინებული. დასაქმებაზე ჰქონდათ ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთებული და ახლო მომავალში ჩვენ ფაქტიურად შევძლებთ უმეტეს ნაწილის ახალგაზრდების დასაქმებას, ვისაც სურვილი ექნება ამაზე, იმიტომ რომ სამეგრელო ზემოსვანეთში ახლა ბოლო ხანებს ახლაც ორ თვეში დაიწყება ძალიან დიდი პროექტები, სადაც ბევრი ნაწილი დასაქმდება და ასევე უკვე 2016 წელს ყველამ კარგად ვიცით, ესეთი მასშტაბური პროექტებია, როგორც ნესკრა პროექტი გესის შენებლობის და ასევე პორტის შენებლობის. ფაქტიურად ეს გზა ათეულობით წლების განმავლობაში იყო გაუვალი. მოგეხსენებათ, ფახულანი არის საზღვრისპირა სოფელი, ეგრეთ წოდებული საზღვარი გადის ამ ტერიტორიაზე საბერიოსთან. ეს პროექტი მოიცავს ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე 4 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას. ეს პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. შეღირებულება არის 2.200.000 ლარი. ეს არ არის მარტო ერთი ადმინისტრაციული ცენტრის, ასე ვთქვათ, და სოფლის მისასვლელი გზა, ეს არის ერთგვარი საუნილის ჩვენი აფხაზი მეგობრებისადმი, რომ ჩვენ სათავართ მასთან ყველანაირი საშუალებით დავუკავშირდეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია დღეის მდგომარეობით ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. აქ 90% დასაქმებულია გარდა თქვათ გარკვეული სპეციფიური სამუშაოების ადგილობრივი მუშახელი. 3 წელია, რაც ვწვალობ კიდე ეს ადგილობრივი მოსახლეობა და მეორეც ძალიან დიდი ნაკადი გადმოდიოდა ხოლმე ოკუპირებული ტერიტორიიდან და გვიწევდა თვითონაც ნახეთ როგორც უძიებზე სიარული და ეს ძალიან დიდი საჩუქარია სოფლისთვის. გინდა იმ ბავშვებისთვის, ვინც აქეთ სწავლობენ, გინდა ნებისმიერი იქიდან გადმოსვლელი ადამიანისთვის და ყველაფერს თავი დრო დავანებოთ ეს იმიჯია საქართველოსის ახლა კარგი გზა რაღაცნაირად უფრო სიამაყისნობით აგავსებს ახლა როგორც ნახეთ აქ პროექტში განათებებიც არის
სანიაღვრე არხები იქნება, გზა იქნება ძალიან კეთილმოწყობილი. ეს